შალვა პაპუაშვილი აკეთებს ამ წუთებში განცხადებას, რომელსაც გთავაზობთ პირდაპირ ეთერში. უბრალოდ ყოვლისა აქაც იგივე კითხვა მინდა დავსვა, ვისი დაფინანსებით მოგზაურობს ბალტიის ქვეყნებში, ქალბატონი სალომე. ფიქრობ, რომ ეს კითხვა უნდა დაისვას და გაეცეს პასუხი და ამ პასუხში ჩვენ დავინახავთ ვისი კიდევ ერთხელ მტკიცებულებას, ვისი მარიონეტი არის ექს-პრეზიდენტი ზურაბიშვილი. რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებში ასე გახშირებულ ვიზიტებს, სამწუხაროა, რომ ეს სამი სახელმწიფო ევროკავშირის წევრი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ასეთი ტრული დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების მიმართ. ძალიან სამწუხარო არის ეს ყველაფერი, თუმცა ამის ახსნაც არსებობს. ჩვენ მე ამაზე ვისაუბრე კიდევაც, რომ ბალტიის ქვეყნებს ამ სამ ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან დაკავშირებით და სამწუხაროდ ნაცვლად იმისა, რომ ამ შიშებს თავად გაუკლავდნენ, მით უმეტეს ნატოს წევრი ქვეყნები არიან და არ ვიცი რის ეშინიათ, მიუხედავად იმ ნაცვლად იმისა, რომ ამ შიშებს თავად გაუმკლავდნენ და დადგნენ ამ შიშების პირისპირ, ცდილობენ სხვა ქვეყნების მეშვეობით აიცილონ რაღაც რისკები და ამ შემთხვევაში საქართველოს ამ სამი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლებისთვის არის მხოლოდ ინსტრუმენტი რუსეთის ინსტრუმენტი, რათა ასე ვთქვათ, საქართველოს მოშვეობით მოხდეს რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე. და სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვს ქართველი ხალხის მიმართ, მათთვის ამ სამი ხელისუფლებისთვის ქართველი ხალხი არის მხოლოდ ინსტრუმენტი საკუთარი თავიდან რისკების აცილებისა. ასე რომ ამის ნაწილია ის, რომ ექსტრემისტი პოლიტიკოსები არიან განსაკუთრებით ასე ვთქვათ ყურადღების ქვეშ ამ სამი ქვეყნიდან, ასევე იცით, რომ რადიკალური NGO-ებიც რეგისტრირდებიან ერთ-ერთ ქვეყანაში. ეს არის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით უკვე რამდენიმე ხანი არის, ეს სამი ქვეყანა არის პირდაპირი განმახორციელებელი იმ ზრახვებისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს. ეს მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უბრალოდ ქართული ენა არ არის მისთვის მშობლიური ენა. ეს ზოგადად ახასიათებს ხოლმე ადამიანებს, რომლებიც უცხო ენაზე საუბრობენ, რომ იმ ენაში დამკვიდრებული ტერმინების სიმძაფრეში ვერ ერკვევიან ხოლმე. ამიტომ ესეც რომ საკუთარ ქვეყნის მოქალაქეებს ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, აჩვენებს, რომ ქართული ენა უბრალოდ მისთვის მშობლიური ენა არ იცის და არ იცის სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს. სხვა მხრივ ხა მისი დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ როგორი არის, ეს არაერთხელ ვნახეთ სხვადასხვა მომენტში და ესეც ამის დასტურია. საიდან რომ ასევე კანონის შეჩერება არ მოთხოვა, თუმცა გახსოვდეს საკონსტიტუციის სასამართლოს მიმართეს მაშინ მოითხოვეს კანონის შეჩერება. აი რატომ ხომ განსხვავებული პოზიცია გვაქვს მაშინ მოყვება კანონის პროტესტი, თქვენი აზრით რასთან გვაქვს? ხო, ეს სხვაჯერ ეს სკანდალური ინფორმაცია არის, რომელიც 6 თვის თავზე როგორც იქნა გავიგეთ ახალგაზრდების ასოციაციისგან. როგორც გახსოვთ, მე თავის დროზე საჯაროთაც მოუწოდებდი მათ, რომ გაეცათ პასუხი კითხვაზე. ითხოვდნენ თუ არა სტრასბურგის სასამართლოსგან, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან გამჭვირვალობის კანონის დროებით შეჩერებას, მანამ სადაც მიმდინარეობს განხილვა. და ამ პასუხს გაურბოდნენ და 6 თვის თავზე როგორც იქნა აღიარეს, რომ თურმე აღმოჩნდა, რომ არც კი მოუთხოვიათ. ეს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში იცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღო მათი არჩეული განსახილველად, გამჭვირვალობის კანონი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის ქვეშ არის, თუმცა არ დააკმაყოფილა დროებით ღონისძიების სახით კანონის შეჩერება და ამას მოყვა თავდასხმა ექსტრემისტი პოლიტიკოსების და ექსტრემისტი NGO-ების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოზე. და შეგახსენებთ, რომ მათ მოღალატეებს უწოდებდნენ სოროსის ფონდის წარმომადგენლები, ისფედის, თითო საიას წარმომადგენლებიც თავს ესხმოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმის გამო, რაც საბოლოო ჯამში თვითონ აღიარეს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა კანონის შეჩერების და რატომ არ მიმართეს საერთო ჯამში, რას გვეუბნება ეს ყველაფერი, რომ პირველი საია და ის 100 უცხოეთიდან დაფინანსებული NGO, რომელიც არის ავტორი ამ სარჩელისა, თავად აღიარებენ
რომ გამჭვირვალობის კანონი რაიმე მყისიერ რისკებს თუ საფრთხეებს არ წარმოშობს მათთვის. თავადვე აღიარეს როცა ეს არ მოითხოვეს და ამავე დროს აღიარეს რომ ეს რომ მოეთხოვათ, იმიტომაც არ მოითხოვეს, რომ მიიღებდნენ უარს სტრასბურგის სასამართლოსგან. და ამის საპირწონედ კი საქართველოში მოითხოვეს ის რაც თავადაც იცოდნენ რომ არ ეკუთვნოდათ და კანონის შეჩერება და როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო სრულიად სამართლიანად არ დააკმაყოფილა მათი ეს მოთხოვნა, საკონსტიტუციო სასამართლო გახადეს თავდასხმის ობიექტი. მე კითხვები უცხოეთიდან მართულ NGO-ების მიმართ უკვე დიდი ხანია აღარ მაქვს. ამ შემთხვევაში კითხვა არის მათი დონორების მიმართ. მათ შორის საია ფინანსდება ბრიუსელიდან. ასე რომ ეს 6 თვიანი თავდასხმა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ძირის გამოთხა სახელმწიფო ინსტიტუტების ეს ყველაფერი ამ ყველაფრის უკან დგას ბრიუსელის ფული. ამიტომ პასუხი იმ კითხვებზე თუ რატო ხდებოდა პროპაგანდისტული მეთოდებით, დეზინფორმაციით საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოზე თავდასხმა გასაცემი აქვს საქართველოში ევროკავშირის ელჩს ბატონ ჰერჩინსკის. იმიტომ რომ მისი დაფინანსებული არის ეს NGO-ები და მან უნდა გასცეს პასუხი და მან დიდი ალბათობით ძალიან კარგად იცოდა როგორც სხვა დროს გავარკვიეთ ხო შემდეგ პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით რომ მე ვერ დაუშვებ იმას რომ მან არ მოიკითხა ამ NGO-ებში მქონდა თუ არა მოთხოვნილი დროებითი ღონისძიება, იმიტომ ეს იყო მთავარი საკითხი მაშინ გახსოვთ, მთელი პანიკა აწიეს რომ კანონი არ შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. მე დარწმუნებული ვარ რომ ბატონმა ჰერჩინსკიმ იცოდა რომ მათ არ ქონდათ მოთხოვნილი კანონის შეჩერება სტრასბურგში, ისიც კარგად იცოდა რომ ჩვენ ამ პასუხს ველოდი და გვაინტერესებდა საქართველოს პარლამენტს, რომ იმის ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავს ესხმოდნენ კანონის არ შეჩერების გამო ითხოვდნენ თუ არა სტრასბურგიდან კანონ პროექტის შეჩერებას და ეს იცოდა ბატონმა ჰერჩინსკმა, დიდი მე ამაში დარწმუნებული ვარ და ამას უმალავდა ქართულ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ ეხლა პასუხი გასაცემი აქვს ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში. იცოდნენ თუ არა მათ, რომ აი ამ ხელა კამპანია, რომელიც მათი ფულით იყო ასევე დაგეგმილი და განხორციელებული გასაჩივრებებს გულისხმობ და იყო საბაბი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პიროვნული თავდასხმებისა, იცოდა თუ არა მან რომ საიას არ ქონდა მოთხოვნილი სტრასბურგში კანონური პროექტის შეჩერება და თუ იცოდა რატომ მალავდა ამ ყველაფერს. ასე რომ არაფერ შუაში აღარ არიან უცხოეთიდან მართული NGO-ები, მათმა დონორებმა უნდა გასცენ პასუხი ყველაფერს და აქვე დავამატებ მეორე საკითხს, რომელსაც არაერთხელ ბოლო პერიოდში გამოვეხმაურე არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის მიერ საფარის წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრზე და შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზე. ეს იყო პირდაპირი ესე ვთქვათ შეურაცხყოფა, თავდასხმა, ზიზღის ენა, აი ყველაფერი ის, რასაც ვითომ გვიმტკიცებენ, რომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. და ნახეთ რომ რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის ელჩი იყო მისული სოლიდარობის გამოსაცხადებად თუ მხარდაჭერის გამოსაცხადებად ამ ორგანიზაციაში და ერთი არ ჩათვალა საჭიროდ რომ ეთქვა რაიმენაერად შეეფასებინა, როდესაც ამ ორგანიზაციის ქალი ხელმძღვანელი, ქალთა უფლებების დამცავი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალ მინისტრზე და ქალ ჟურნალისტზე აი იმ ტერმინებს იყენებს, რომელიც ჩვენ ვნახეთ. და რა თქმა უნდა ეს დუმილი საფრანგეთის ელჩისა არის წახალისება ძალადობრივი რიტორიკისა, რომელიც შემდეგ უკვე ძალადობაში გადაიზრდება ხოლმე. ამიტომ დღეს ჩვენ მე პირადად კითხვები მაქვს მხოლოდ დონორების მიმართ. არც საფართან, არც საიასთან, არც ისფეთთან, არც სხვებთან კითხვები არ არსებობს. დონორებმა გასცენ პასუხები კითხვას. კერძოდ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში გასცეს პასუხი კითხვას. იცოდა თუ არა მან, რომ NGO-ებს სტრასბურგში არ ქონდათ მოთხოვნილი დროებითი ღონისძიება, სახით კანონის შეჩერება და თუ ეს იცოდა, რატო გვიმალავდა ამ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მოსახლეობას. შალვა პაპუაშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში.